იგი ღვთისმსახურის ნაცვლად ათეისტად ჩამოაყალიბა. 1834 წელს ბიძამ ჰაჯი ალესკერმა ფაქარი თბილისში ჩამოაყანა და მთავარ მმართველობით კანცელარიაში აზერბაიჯანული სპარსულ-არაბული ენების თარჯიმანად მოაწყო. ქალაქ თბილისი მაშინდელი ამიერკავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკურ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. თბილისური ცხოვრება სახელმწიფო აპარატში სამსახური თბილისის სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობა სხვადასხვა ერის მოწინავე მწერლებთან, ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრები აფართოვებდა ახუნდოვის თვალსაჩინოდ. რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა მას საშუალებას აძლევდა გასცნობოდა რუსულ ლიტერატურას და ევროპულ განმანათლებლობას. 1827 წელს დანტესმა დუელში ალექსანდრე პუშკინი მოკლო. მირზა ფათალი ახუნდოვმა დაწერა პოემა პუშკინის გარდაცვალებაზე, რამაც მას დიდად გაუთხვა სახელი. მირზა ფათალი ახუნდოვი საქართველოში მეგობრობდა და თანამშრომლობდა გადმოსახლებულ რუს დეკაბრისტებთან პოლონელი, პიერ პოლონელი, პოეტ ლადა ზაბოლოტის, ქართველ პოეტებთან, გრიგოლ ორბელიანთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან, გიორგი ერისთავთან და სხვებთან. ფათალი ახუნდოვმა თბილისში 1850-1856 წლებში 6 კომედია დაწერა. 1858 წელს თბილისში გამოვიდა. ახუნდოვის პიესების პირველი კრებული, მისი პოეზიებიდან ერთი პიესა ლენქორანის ხანის ვეზირი. დიდმა ქართველმა მწერალმა აკაკი წერეთელმა ქართული ენაზე თარგმნა 1898 წელს, რომელიც ქართულმა დრამატურგმა დასმა 1908 წლის 31 იანვრის სცენაზე განასახიერა. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ახუნდოვი გადაცემით ეუფლება ფილოსოფოსს და ეკონომიკის მეცნიერებებს. იგი ცნობილი ტრაქტატით ქემალ უდდოვლეს წერილობით ჩაგრულ ხალხს მოიწვევდა თავი დაეხსნათ აღმოსავლური ირაყისა და მუსულმანური რელიგიის ორგანოებისგან. მან დიდი მუშაობა გასწია არაბული ანბანის რეფორმირებისათვის. მირზა ფათალი ახუნდოვი იბრძოდა ცარიზმის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ. ამიტომ იყო, რომ იგი მეფის მთავრობამ დიდი უნდობლობა გამოუცხადა მას, ხოლო ის ისლამის რელიგიამ განკვეთა. იგი როგორც უღმერთო მატერიალისტი. მირზა ფათალი ახუნდოვი 1878 წლის 28 ფებრუარს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსულმანურმა ღვთისმსახურებმა მისი ცხედრის დაკრძალვაზე უარი თქვა. ქართველი ნაცნობი მეგობრების დახმარებით და იძულებითი წესით მთავრობის ნებართვით მისი ცხედარი ხარკუს უბნის მუსულმანთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი რუსი ფილოლოგის იური ბოგომოლოვის მოსწრებული დათქმით ქართველმა ხალხმა მირზა ფათალი ახუნდოვს არა მარტო საკუთარ მიწაზე, არამედ მეგობართა გულებში წვიმილი მიუჩინა. იგი ბოტანიკური ბაღში განისმენებს.